გარემოს დაცვის სამინისტრო შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს და ადგილობრივებს მოუწოდებს დილის 11 საათიდან საღამოს 16 საათამდე წელზე ყოფნა მაქსიმალურად მოერიდონ. უწყებაში შავი ზღვის სანაპიროზე დაფიქსირებულ ულტრაიისფერი სხივების ინდექსის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ. მათი განმარტებით გასულ საუკუნეში ადამიანის მიერ შექმნილმა ნივთიერებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დედამიწის ოზონის შრეს, რომელიც მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან გვიცავს. მავნე გამოსხივების შედეგად მიღებული დამწვრობა მკვეთრად ზრდის კანის სიმსივნით, თვალის კატარაქტის დაავადების ალბათობას. ულტრაიისფერი გამოსხივება ასევე მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას. მიუხედავად ამისა, ბათუმის სანაპირო ზოლი დამსვენებლების ნაკლებობას არ უჩივის. მოქალაქეები ამბობენ, რომ იციან იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ემუქრებათ, თუმცა ირკვევა, რომ რუჯის მიღების სურვილი უფრო ძლიერია. ჯანმრთელობისთვის კი არის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ გარუჯვისთვის მსხვერპლს ვიღებ, მაგიტომ გავდივარ ამ დროს. ისე ვიცი რა თქმა უნდა, რომ არ არის რეკომენდირებული ამ დროს ზიარული და მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. Ultraisferi გამოსხივება იწვევს როგორც დამტვერჩებელ გამოსხივებას მოვანებას და კანის სიმსივნეს, ასევე ზოგადად იმუნურ სისტემას აკონტროლებს ადამიანის და ცხოველებისაც მათ შორის. ეს ვარდაფიქი მოვლენების ახალ როგორც ფიტოპლანქტონის შეფერხება და მასალიანების შემცირება ესე თქვა და ქრონიკის დაზიანებაც. ან თავი მასახლეობად მიიღეს ინფორმაცია, რომ შვადრეზე არ არის სასიამოვნო ზეწოლა საფარდებია. Maximum is the tie by it,